იუსტიციის სახსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. დღეს გავაფორმეთ 16 უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ თითოეულ იმ უნივერსიტეტს, რომელიც დღეს ხარ აქ წარმოდგენილი, ვაძლევთ შესაძლებლობას, თქვენ გეყოლებათ ისეთი კურსდამთავრებულები, რომლებსაც ექნებათ კარგი პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლიან და გაიგებენ თუ როგორ ხდება საჯარო დაწესებულებებში, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღება და ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების გაცემის პროცესი როგორ არის ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყანაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადგილზე გაეცნონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ზოგადად საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს მიზანი კვლავ რჩება ახალგაზრდების იურიდიული განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენც შევიძენთ ბევრ პროფესიონალ ახალგაზრდას, ასევე თვითონ ახალგაზრდებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული კარიერული ნაბიჯი. ექნება სტუდენტებს საშუალება კონკრეტულად გაეცნონ იმ ყველა ელექტრონულ თუ სხვაგვარი ტიპის იურიდიულ სერვისებს, რომელიც მიეწოდება იუსტიციის სამინისტროს მიერ. ის უნარები, რაც სტუდენტებს ამ მიმართულებით განუვითარდებათ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენც ძალიან გამოგვადგება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დეფიციტური მიმართულებები სწორედ ის მიმართულებებია, რომლებიც სერვისებზეა ორიენტირებული და ელექტრონული სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი თანამშრომლობა.